Well, Dr. Koman, thank you very much for your time. You were discussing very ქალბატონო კომან პირველ რიგში დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. თბილისში საინტერესო თემის განსახილველად იმყოფებით. რა მოხდა სამყაროში ისეთი, რამაც დემოკრატიულ საზოგადოებებს ავტოკრატიაზე ასეთი ინტენსიური საუბრები დაგვაწყებინა. ბევრი რამ შეიცვალა და ეს არ არის დასაწყისი. რეალურად შუა ავტოკრატიზაციის პროცესში ვიმყოფებით. ბოლო 15 წელიწადში ჩვენ ხელშესახები კრიზისები გამოვცადეთ. როგორც ევროკავშირში, ისე მსოფლიოში. აღარაფერს ვამბობ ევროზონის ეკონომიკურ კრიზისზე, საიმიგრაციო კრიზისზე, ბრექსიტზე თუ ბევრ სხვაზე. ამ დროისთვის ჩვენ უკვე დავინახეთ ულტრამემარჯვენე თუ რადიკალი მემარჯვენე პარტიების აღზევება. ისინი საუბრობენ თანასწორობის პრობლემებზე, ტრადიციული თუ ქრისტიანული ღირებულებების დაცვაზე. აქ არსებობს სხვადასხვა ფაქტორის კომბინაცია. ერთ-ერთია სოციალურ-ეკონომიკური მიმართულება. მეორეა საერთაშორისო კონტექსტი და კრიზისები, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილი აწყდება. ეს კი ნაყოფიერი ნიადაგია იმ პარტიებისთვის, რომლებიც იბრძვიან ლიბერალური დემოკრატიისა და ზოგადად დემოკრატიის წინააღმდეგ, რათა მოიპოვონ ძალაუფლება და იყვნენ მეტად მომხიბვლელები სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის. You have mentioned during the discussions that დისკუსიის დროს ახსენეთ, რომ ულტრამემარჯვენე პარტიების მხარდაჭერა იზრდება. ეს ვიხილეთ ევროპაშიც. როგორ მოხდა, რომ იმგვარ დემოკრატიულ საზოგადოებებში, როგორიცაა თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატები თუ ევროკავშირი, ავტოკრატიული ტენდენციები ყოველდღიურობის თითქოს და ბუნებრივი ნაწილი გახდა. რა უბიძგებს საზოგადოებებს არჩევანი მათზე გააკეთონ? დემოკრატიით კმაყოფილები აღარ არიან? მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების მიმართ ბევრია უნდობლობა. ეს ეხება მაგალითად პარლამენტის მუშაობას, უნდობლობას სასამართლოს მიმართ. ეს უნდობლობა კი გააჩინა იმ გზებმა, რომლითაც დემოკრატიული ინსტიტუციები კრიზისებზე რეაგირებდნენ. ხშირ შემთხვევაში ეს საკითხები გადაწყდა დახურულ კარს მიღმა, ხალხთან კონსულტაციის გარეშე, რამაც ბევრს გაუჩინა დემოკრატიული ინსტიტუციების ფუნქციონირების მიმართ უკმაყოფილების საფუძველი. შესაძლოა სწორედ ეს უბიძგებდეს ზოგიერთ ევროპელს ხმამისცემ არადემოკრატიულ, ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებს. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროინდელი არჩევნების სტატისტიკის მიხედვით, რადიკალური თუ ულტრამემარჯვენე პარტიების ამომრჩევლები უფრო ახალგაზრდა მოქალაქეები არიან. ახალგაზრდების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკური ხელმძღვანელობების პირობებში მათ არ აქვთ იმედი, მომავალი, მისწრაფება. ჩვენ, როგორც მოქალაქეებს, აკადემიის წარმომადგენლებს გვაკისრია ძალიან სერიოზული როლი იმაში, რომ ავხსნათ და უკეთ გავიგოთ ამ ფენომენის მიზეზები. მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებსა თუ თანასწორობის პრობლემებზე ყოველთვის ვერ ვისაუბრებთ, რადგან ვხედავთ, რომ ეს ვრცელდება სხვადასხვა სოციალურ კატეგორიასა და ასაკზე. საკითხი მეტად უნდა გამოვიძიოთ. თქვენს კითხვაზე პასუხი მაინც ალბათ ის იქნება, რომ ყველაფერი უკავშირდება დემოკრატიული ინსტიტუციების უნარობას. გადაჭრან ზოგიერთი პრობლემა, რომელსაც ბოლო წლებში წავაწყდით და ეს იწვევს მათ მიმართ უნდობლობას. უნდა ვახსენოთ ანტილიბერალური იდეის ცირკულირება და დემოკრატიული ღირებულებების, სამართლის უზენაესობისა თუ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ნარატივები. ასე რომ ესაა გარკვეული ფაქტორების კომბინაცია. ერთი არის სტრუქტურული პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით. ამას კი ემატება ანტილიბერალური პარტიებისა და მოძრაობების უნარი მოახდინონ ლიბერალური დემოკრატიის დელეგიტიმაცია და თქვან, რომ ყველაფრის პრობლემა ამაშია. ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ დღევანდელი ლიბერალური დემოკრატია იდეალურია. ზოგადად დემოკრატია იდეალია და დემოკრატიის როლია გადაჭრას თავისი ნაკლოვანებები. modern democracy, does it have a capability? და აქვს თანამედროვე დემოკრატიას იმის უნარი, რომ მოიგოს ამ ორთა ბრძოლაში თუ ამ საქმეს დრო დასჭირდება? არ ვთვლი, რომ რამეს უნდა დაველოდოთ. ჩვენი, როგორც მოქალაქეების როლია დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, ვიბრძოლოთ ჩვენი ფასეულობებისთვის. ასე რომ არ მგონია მოცდა პასუხი იყოს. დიდი მნიშვნელობა აქვს კონტექსტს. საქართველო არ არის პოლონეთი და პოლონეთი არ არის ბელგია. ისტორიული მაგალითები გვაჩვენებს, რომ მობილიზაცია მნიშვნელოვანია. ესაა მოქალაქეებისა თუ პოლიტიკური პარტიების ვალი. სწორედ მათ აქვთ საკვანძო როლი იმაში,
რომ გაიგონ თუ რატომ არის დემოკრატია საუკეთესო პოლიტიკური რეჟიმი და როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ის. დემოკრატია ყველგან სამუშაო პროცესია. ის არაა უნაკლო. ჩვენ ჩვენივე ქმედებებით ვაძლევთ მას მნიშვნელობას. იმედის მომცემ იქნებოდა პოლიტიკურ პარტიებს შორის მეტი კოორდინაციისა და ინტერაქციის ხილვა. მათ შორის ვგულისხმობ დომინანტი პოლიტიკური პარტიების კავშირებს მოქალაქეებთან. ხედვების პოლარიზაცია არ აუმჯობესებს დემოკრატიას. პირიქით, პოლარიზაცია ხშირად უბიძგებს ქვეყნების ავტოკრატიზაციას. This polarization very often leads to autocratization, so we need to შესაბამისად უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის მოსმენა და იმის გაგება, თუ რატომ უჭერენ ახალგაზრდები მეტად მხარს ულტრამემარჯვენე პარტიებს და რატომ უნდა დარჩეს დემოკრატია იდეალად. პოლარიზაცია დემოკრატიის განახლებისა და მისი ხელახლა შექმნის საქმეში მთავარ დაბრკოლებად რჩება. We should be optimistic. We are in the middle of this thing. მიუხედავად ამისა, ოპტიმისტები უნდა დავრჩეთ. ჩვენი წინაპრებიც ოპტიმისტები იყვნენ 20 წლის წინ, როდესაც ახალგაზრდა მკვლევარი ვიყავი, ავტოკრატიას შევისწავლედი როგორც ფენომენს. ის ჩვენთვის შორეული წარსული იყო, არა აწმყო და არა მომავალი. საკუთარ თავს კითხვას ვუსვამდი თუ როგორ იყო შესაძლებელი 80-იანებში, რომ გეხილა ავტორიტარული რეჟიმი, როგორ იყო ეს შესაძლებელი 30-იანებში. უკვე დღეს ჩვენ ამის შუა პროცესში ვართ და ვართ ამ ფენომენის ავტორები. ჩემი პასუხია, რომ ჩვენ გვჭირდება იმედი და ბრძოლა. როგორც ეს ჩვენამდე სხვებმა გააკეთეს. ჩვენ გვაქვს იმის ისტორიული მაგალითები, თუ როგორ იკლებს და შემდეგ ძალებს იხდგენს დემოკრატია. თქვენ გახსოვთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლიბერალური დემოკრატია ხელახლა გამოჩნდა როგორც იდეალური პოლიტიკური რეჟიმი. იმის გამოც, რომ იმ დროინდელმა პოლიტიკურმა ელიტებმა მოახერხეს საზოგადოებამ და იმის მიტანა, რომ ეს არაა დაპირება, რომ ეს რეალურად მოემსახურებოდა საზოგადოების საჭიროებებს და ამან იმუშავა 60-იან, 70-იან თუ 80-იან წლებამდე. ლიბერალური დემოკრატია აკმაყოფილებს დასავლეთ ევროპელების საჭიროებებს. შესაბამისად, მან გაამართლა მოლოდინები. დღეს ჩვენ იგივე ციკლში ვართ. პოლიტიკურმა პარტიებმა და აქტორებმა ხელახლა უნდა გამოიგონონ ლიბერალური დემოკრატია. შემიძლია გითხრათ ავტოკრატიულ რეჟიმებთან თანამშრომლობის შესახებ? ჩვენ ხედავთ, რომ მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე დღეს შეუძლია თვალი დახუჭოს წარსულში დემოკრატიულ და ამჟამად ავტოკრატიული ტენდენციების მქონე ქვეყნების მთავრობების ქმედებებზე. ან თუნდაც რატომ ხედავთ დემოკრატიების თანამშრომლობას ავტოკრატიულ მთავრობებთან? ეს რატომ ხდება? თუ მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატებია, მაშინ პასუხი ნათელია. მსოფლიოს ბევრ ქვეყანას სჭირდება ამერიკა ბევრი რამისთვის. მათ შორისაა ნატო. ხედავთ სხვადასხვა პოზიციას ევროკავშირის ქვეყნებში, რომ შეინარჩუნონ თანამშრომლობა და იპოვონ დიალოგის გზები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან. მათ აქვთ განსხვავებული პოზიციები სხვადასხვა საკითხზე. გვაქვს ისეთი მაგალითებიც, თუ როგორ თანამშრომლობს ევროკავშირი ავტოკრატიასთან, მაგალითად საიმიგრაციო საკითხებზე, რაც ევროპის ბევრ ქვეყანაში მუდმივი დავის საგანია. ევროკავშირისთვის ამ პრობლემის მოგვარების გზა იყო მისი ექსტერნალიზება, საიმიგრაციო პრობლემის ფონდებისა და ფულის მიწოდებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ეს ფენომენი უნდა შეეკავებინათ. ამის გამო ევროკავშირი ნამდვილად გახდა კრიტიკის ობიექტი. ჩვენი საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ეს დასაწყისი თუ არა შუა პროცესია. როგორ ფიქრობთ, რა დრო დასჭირდება იმის ხელახლა დამტკიცებას, რომ ავტოკრატია არ არის საუკეთესო მმართველობის ფორმა, მაშინ, როდესაც არსებობს დემოკრატია? ამას დრო სჭირდება. პირადად მე წარმოშობით რუმინელი ვარ. ჩვენმა ქვეყანამ გამოსცადა ტოტალიტარიზმი. კომუნისტური რეჟიმი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში განსხვავებული იყო. მის დემონტაჟსა და დემოკრატიული რეჟიმის შექმნას 5-10 წლეული დასჭირდა. ჩვენ ხედავთ, რომ ეს რთულად გამოიყურება უნგრეთში. უნგრეთის მთავრობა ავტოკრატიზაციის გზაზეა. უნგრეთი აღარ არის სრული დემოკრატია და აღარც ჰიბრიდული რეჟიმი. ჩვენ ხედავთ, თუ რა რთულია უნგრეთის მოქალაქეებისთვის ამ ტრენდის წინააღმდეგ ბრძოლა. იმავეს ხედავთ პოლონეთში. ამ ყველაფერს დრო სჭირდება. მომავალში გადამწყვეტი როლი ექნება საშინაო და საგარეო ფაქტორებს, ანუ შიდა ბრძოლას დემოკრატიისთვის და საგარეო აქტორების მხარდაჭერას, რომლებსაც ასევე სურთ დემოკრატიის შენარჩუნება. სოლიდარობა აქ უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენ ხედავთ ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას არალიბერალურ ძალებს შორის. იმედია პოლიტიკურ დონეზე ჩვენ დავინახავთ ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას დემოკრატიულ ძალებს შორის, ვინც წინააღმდეგობას უწევს ავტოკრატიზაციის ტრენდს.
I know that you prefer not to talk about the Georgia, and I will not go in depth, but still I would ask you how dangerous it could be for countries like Georgia. აღნიშნეთ, რომ ვიწროდ საქართველოს ექსპერტი არ ხართ. ამიტომ დეტალებში არ შევალ. კითხავთ იმას, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის დემოკრატიული გზიდან გადახვევა და ავტოკრატიად ქცევა. რამდენად მტკივნეული შეიძლება ეს იყოს იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა საბჭოთა კავშირი. ამასთან კითხავთ, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს ქვეყნისთვის ტოტალიტარულ წარსულს ამ პროცესში. ეს იქნება რთული საქართველოსთვის, რადგან ეს არის რთული ბევრი სხვა ქვეყნისთვის. დემოკრატიის აღდგენას დრო სჭირდება. დიახ, მე არ ვარ ექსპერტი ვიწროდ საქართველოს საკითხებში, თუმცა საქართველოს ძალიან დამაჯერებელი წარსული აქვს დემოკრატიული ინსტიტუციების დამკვიდრებასა და გაძლიერებაში. აღფრთოვანებული ვარ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლით დაიცვან ევროპული ფასეულობები. თქვენი შეკითხვა ნაწილობრივ შეეხება ავტოკრატიული რეჟიმების ეფექტურობასაც და ჩვენ ნამდვილად გვაქვს გამოცდილება და მტკიცებულებაც იმისა, რომ არალიბერალურ ულტრამემარჯვენე აქტორებს არ შესწევთ უნარი შეასრულონ საკუთარი დაპირებები. ისინი თავს აჩვენებენ თითქოს იცავენ ხალხის ინტერესებს და წარმოადგენენ ხალხის ხმას. სინამდვილეში ეს ცარიელი სიტყვებია, ფასადი და ფუჭი დაპირება. რეალურად კი ყველაფერი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. გვაქვს იმის მტკიცებულებები, რომ ამ უმრჩევლების საცხოვრებელი პირობები თუ მოქალაქეების მდგომარეობა არ უმჯობესდება. პირიქით, ავტორიტარულ რეჟიმებში იქნება მოქალაქეების სხვადასხვა კატეგორიები. შენი უფლებები ჩემს უფლებებზე მნიშვნელოვანი ხდება. ჩნდება თავისუფლების ნაკლებობა, ინფორმაციის ნაკლებობა, ბევრი რამის ნაკლებობა, მათ შორის მცირდება აკადემიური თავისუფლება, ისევე როგორც ინსტიტუციების დამოუკიდებლობა. Thank you so much. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.